თქვენს ჩემსავით ელოდებით ხოლმე საცივის მომზადებას? ეს პროცესი ჩემთვის საახალწლო რიტუალია. დღეს მოვამზადოთ ქათმის საცივი, რომლისთვისაც კარგად გასუთავებული ქათამი დავდგი მოსახარშად, მოხარშული კი დავჭერი ნაჭრებად და გავუშვი ღუმელში გამოსაცხოვრებლად. თალკე დავჭრათ ხახვი, რომელსაც მოვბრაწავთ ნახარშის ზეთშივე და გადავწურავთ ბულიონს. შეხედეთ როგორი კამკამა ბულიონი გამოვიდა. სწორად მომზადებული ბულიონი იქნება ასეთი. ახლა კი მოვამზადოთ ნიგოზი, რომელსაც დავუმატოთ სუნელები, რომლის შემონათვალსაც კომენტარებში დაგიტოვებთ და დავასხათ სულ ცოტა ბულიონი, რაც დაგვეხმარება ნიგოზის გამოწურვაში. საცივი უწყულის გარეშე ვის გაუგიაო წინაზე შენიშვნა მივიღე. თუმცა ბავშვობიდან ეს პროცესი მე მიბარა. გაწვრილ ნიგოზს კი დავუმატოთ მობრაწული ხახვი, მარილი და ბულიონი და დავაბლენდეროთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, რომ ხახვი კარგად გაიხსნას ნიგოზში. მეტი არანაირი ფუნქცია არ აქცია ამ შემთხვევაში ბლენდერის გამოყენებას. ინგრედიენტების ზუსტ რაოდენობას კი დაგიტოვებთ კომენტარებში. გაითვალისწინეთ, რომ საცივი აუცილებლად უნდა წამოდუღდეს. წამოდუღების შემდეგ კი ვამატებთ 1 სადილისკოს ლიმონის წვენს. და აუცილებელია გვახსოვდეს ისიც, საცივი გაციების შემდეგ უფრო სქელდება, ვიდრე არის თავიდან. სუფრაზე გატანის წინ კი დავასერვიროთ და ჩვენი ნაწვალები ნიგოზის ზეთით არ დაგვავიწყდეს, რომელიც განსაკუთრებულ ელფერს ძენს საცივს. თქვენ კი ბედნიერი ახალი წელი გაგრძელებოდეთ და ყველა სურვილი აღსრულებოდეთ.